რატომ ღებავენ მართლმადიდებელი ქრისტიანები საღდგომოდ წითელ კვერცხს? რა დატვირთვა ჩადებული კვერცხის წითლად შეღებვაში და როგორ უნდა შევღებოთ კვერცხი ისე, რომ თანაბარი და ხასხასად წითელი ფერი მივიღოთ? ჩვენმა ჟურნალისტმა ანა ხუციშვილმა კაფე ლაბორატორია ფორსეპალსის მენეჯერ ლუკა კობერიძესთან ერთად დიასახლისებს რჩევები მოუმზადა. მართალია მართლმადიდებლური მწამსით კვერცხი წითელ პარასკევს მზის ჩასვლამდე უნდა შეიღებოს, თუმცა ჩვენი რჩევები მომავალშიც შეგიძლიათ გამოიყენოთ. ჩვენ ახლა ვიმყოფებით კაფე ლაბორატორია ფორსეპალსში, სადაც ფორსეპალსის მენეჯერი ლუკა კობერიძე გვასწავლის თუ როგორ უნდა შევღებოთ წითელ პარასკევს კვერცხები ტრადიციული და ორიგინალური მეთოდებით. კვერცხების შეღება საღდგომოდ ერთ-ერთი ყველაზე ძველი ტრადიციაა, რაც კი აღდგომის მერე მოსდევს ჩვენს ქვეყანასაც და ასევე მართლმადიდებელ ქვეყნებს. ეს არის კვერცხის ენდროთი შეღების მეთოდი. ასევე ჩვენ დაგვჭირდება წითელი ხახვის ხოჩები, რომელიც შეგიძლიათ ჩვეულებრივი ხახვისგან განცალკევოთ და გამოიყენოთ. წითელი ხახვი გეხმარებათ იმაში, რომ კვერცხი უფრო დიდხანს შეინახოს, წითელი ხახვის ხოჩებში ნახარში ეს გამოყოფს ისეთ ანტიბაქტერიულ ნივთიერებებს, რომელიც ჩდება კვერცხში და ეხმარება მას დიდხანს შენახვისთვის, ვინაიდან აღდგომის დროს ყველა ადამიანს კვერცხი უდევს ხოლმე როგორც დეკორაცია, ან იყენებენ დიდი ხნის განმავლობაში, წინასწარ ღებავენ და ასე შემდეგ. უპირველეს ყოვლისა, რაც უნდა გავაკეთოთ, არის რომ დავასხათ წყალი ქვაბში. დაახლოებით 1 ლიტრამდე წყალი ეყოფა 1 კონა ენდროს მოცულობას. მოკლედ, უპირველეს ყოვლისა, რაც ვაკეთებთ, არის რომ უნდა ავიღოთ ენდრო და დავჭოჭყოთ იგი, რათა იგი მოხარშვას ადვილად გამოყოს ის ნივთიერებები, რომელიც შეღებისთვის საჭიროა. ძალიან დაჭეჭყვა არ არის აუცილებელი. საშუალო ცეცხლზე შეგვიძლია მოვათავსოთ. ამან უნდა იყოს დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში, თუმცა მაქამდე რა თქმა უნდა დავამატოთ ეს ხახვის ფოთლები. მოდი დაველოდოთ სანამ ეს მოიხარშება, რადგან ერთი 2ჯერ ან 3ჯერ მაინც მოუწევს ამას მოხარშვა, უნდა გაგრილდეს 15 წუთიანი ხარშვის შემდეგ და შემდეგ ახლიდან უნდა მოიხარშოს 2ჯერ მინიმუმ და შემდეგ უკვე შეგვიძლია დავამატოთ კვერცხები. რაც შეეხება ვთქვათ ხარშვის ტრადიციას, რომელიც მოგდევს, ბევრი ისტორია არსებობს ნამდვილად, მაგრამ ყველაზე გავრცელებული და ეს თვალსაჩინო ისტორია, რომელიც არის და რომელიც რეალობასთან ყველაზე ასე ახლოს არის მარია მაგდალენეს და იმპერატორ ტიბერიუსის ისტორია, როდესაც მარია მაგდალენმა აღდგომის შემდეგ იმპერატორ ტიბერიუსს მიუტანა ერთი კვერცხი, რადგან უბრალოდ იმპერატორთან ძღვენის გარეშე მისვლა არ შეიძლებოდა. მარია მაგდალენე გაჭირებული ადამიანი იყო და ერთი კვერცხი მიუტანა ძღვენად და იმპერატორ ტიბერიუსმა განუცხადა იმის შემდეგ, რაც მარია მაგდალენმა ახარა რომ ქრისტე აღდგაო, ისე ვერ აღზევოდა ადამიანი მკვდრეთით, როგორც ეს კვერცხი არ გაწითლდებოდა და კვერცხი მალევე გაწითლდა მარია მაგდალენეს ხელშივე და ამას უკავშირებენ ზუსტად იმ ტრადიციას, რომელსაც კვერცხის ღებვა ქვია. ძმარი და მარილი აუცილებელი ელემენტი არის ნახარშისთვის, რადგან კვერცხმა სიმტკიცე შეინარჩუნოს. ბევრი არ არის საჭირო და ახლობით 50 გრამი ძმარი და ცოტა მარილი ნამდვილად ეყოფა. ცოტას მოურევთ და ეს თავისით შემდეგ შეიწოს ყველაფერს, ბევრი მორევა არ ჭირდება. კვერცხი აუცილებლად უნდა გაირეცხოს სოდიან წყალში, რათა ფერი ადვილად ჩაჭდეს კვერცხის ნაჭუქში. ერთ-ერთი მეთოდი, რომელსაც ძალიან ხშირად მიმართავენ ხოლმე, არის ეგრეთ წოდებულ ჭუქში კვერცხის შეღება. ეს უნდა გააკეთოთ არის ის, რომ უნდა გქონდეს აუცილებლად ახალი ჭუქი. ეს ერთ-ერთი ელემენტია, რომ ჭუქი ახალი უნდა იყოს. და ნებისმიერ სახის მწვანილი, გინდათ მიახურე, ოხრახუში, უბრალოდ მთავარი უნდა იყოს, რომ ფოთლები უნდა ქონდეს ცოტა მოზრდილი, რადგან კვერცხზე ადვილად დაეტანოს. მწვანილად დასოლდეს და შემდეგ უნდა გადაეკრას კვერცხზე. ეს ნაწილი არ დაგჭირდებათ ღერო. კვერცხზე უნდა გადაეკრას ისე, რომ ეს ხაზები ზემოდან ქონდეს დაგრული და არ ამოვარდეს, რათა შიგნით არ შევიდეს ეს ნახარშის წყალი. ჩვენ უკვე შეგვიძლია კვერცხები გადავიდავნოთ ნახარში. თავარია რომ კვერცხი არ ამოვიდეს ზემოთ, პირდაპირ ცურწყალში ჩადებთ. თქვენ შეგიძლიათ დაელოდოთ სანამ წამოდუღდება და მოიხარშება კვერცხები, ჩვენ უბრალოდ გამზადებული გვაქვს აქ უკვე ნახარში, კვერცხები შიგნით არის და მოდი ამოვიღოთ, ნახოთ როგორი შეფერილობა მიიღო და რა გამოვიდა. ცურწყალში უნდა გადავდეთ ეგრევე. როგორც ვიცით, ფორსეპალსის ბავშვებმა, ქიცეპალსის დიახ. სწორედ საღდგომოდ წითელი კვერცხები მოხატეს სხვადასხვა. კი, სხვადასხვა ფრად მოხატეს, ამ მეთოდის გამოყენება შეიძლება
ნებისმიერი საღებავით შეიძლება ამ კვერცხების მოღება. სასურველი იქნება, რომ გუაში ან აკრილი გამოიყენოთ. გუაშს უბრალოდ ექცება აქვს, რომ წყალთან კონტაქტში შეიძლება საღებავს ფერი გავიდეს, ხოლო აკრილის შემთხვევაში აკრილი კარგად რჩება საღებავზე და თუ გინდა წყალში ჩადოთ, არაფერი არ მოსდის ამ შემთხვევაში. და მარტივი არის ეს ყველაფერი, შეგიძლიათ წითელ კვერცხის მოხატოთ, შეგიძლიათ თეთრი კვერცხის მოხატოთ. ახლა უკვე შეგვიძლია კვერცხები ამოვიღოთ წყლიდან და შევხედოთ როგორი გამოვიდა რა თქმა უნდა. აი როგორც ხედავთ, ჯგუფში საერთოდ სხვა შეფერილობა მიიღო. ეს არის კამით გაკეთებული. შეგვიძლია ახლა გავამშრალოთ და შემდეგ უკვე ზეთით გავაპრიალოთ, რათა უფრო კარგი ეფექტი კონდეს და მძინვარე იყოს. კვერცხის წინასწარ აუცილებლად უნდა გამშრალდეს. და შემდეგ უკვე ზეთიანი სალფეტქით შეგიძლიათ გააპრიალოთ იგი. ძალიან არ უნდა დააწოთ კვერცხს, თორე შემდეგ ბევრი ზეთი ედება და გამოშრობა უჭირს. იმედია მოგეწონათ დღეს რაც იხილეთ, ჩვენ მეთოდს გამოიყენებთ, რომელიც, ყველა ოჯახში თითქმის აპრობირებული არის და ასე ღებავენ კვერცხებს. ფორსბას სახელით მინდა მოგილოცოთ აღდგომა, რომელიც დღესწაულიც ყველაზე ლამაზი და ყველაზე აღნიშნული დღესწაულია, ასე ვთქვათ, ყველა ქართულ ოჯახში, მართლმადიდებელ ოჯახში. მინდა რომ ეს დღე თქვენთვის ბედნიერი იყოს და კიდევ ბევრჯერ შეხვედრილი ყავით ამ ბრწყინვალე დღესასწაულს ერთად. მადლობას იხდით თქვენ და იმედია ცოტა არ დავაგვიანეთ ამ სწავლებასთან დაკავშირებით, მაგრამ შემდეგში ალბათ გამოიყენებთ ამ ყველაფერს. მადლობა.